გამარჯობა. მე ნიკა ვარ და დღეს განვიხილავ არტერიების გაწმენდის, ბუნებრივ და სასარგებლო 7 საუკეთესო საკვებს და ბუნებრივ გზებს წამლების და მედიკამენტების გარეშე. მანამდე კი გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა ბევრი მსგავსი ვიდეო შემოთაგაზოთ. მადლობა. თუ 10 ადამიანს გითხავთ, რომელია გულისთვის საუკეთესო დიეტა, 10 განსხვავებულ პასუხს მიიღებთ. ვიღაც იტყვის, უნდა შეამციროთ ნახშირწყლები, ან დაკავდეთ კეტო, ან ხორცისჭამელი დიეტით. მეორემ შეიძლება გითხრათ, კარგი, თავი უნდა აარიდოთ ხორცს და გახდეთ ვეგანური. ასევე არსებობს ხმელთაშუა ზღვის დიეტა, დეში და პალეო დიეტა. თუმცა მედიცინის პრაქტიკის 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ და პაციენტებისთვის საკვების, როგორც წამლის, გამოყენებაში დახმარების გაწევის შემდეგ, მე ნიკამ ჩემი გამოცდილებიდან აღმოაჩინე, რომ დიეტის დანიშვნა ხშირად არც ისე სასარგებლოა, რადგან ბევრ ადამიანს, ყველას არა, მაგრამ ბევრს, არ შეუძლია ძალიან შემზღუდავი გეგმის დაცვა. და არც ერთი ასეთი დიეტა არ აქვს მნიშვნელობა, თუ მათ ვერ დაიცავთ. ასე რომ მე ვხედავ, რომ კვების გეგმის დაცვა, რომელიც მხოლოდ 70%-ით კარგია, მაგრამ ისეთის, რომლის დაცვაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგვიძლია, ბევრად უკეთესია ვიდრე ის, რაც 100%-ით კარგია, მაგრამ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში შეგვიძლია მისი დაცვა. ასე რომ მიზანი არ არის შემდეგი იდეალური დიეტის ძიება, არამედ ყველაზე მაღალპროდუქტიული საკვების შერჩევა, რომლებიც ისევ და ისევ ჩნდება გულის დაავადებებზე ჩატარებულ ყველა კვლევასა და მეტაანალიზში. და დარწმუნდით, რომ ჩართავთ მათ თქვენს რუტინაში. როგორიც არ უნდა იყოს ეს რუტინა, იქნება ეს ქართული სუფრა თუ თანამედროვე ცხოვრების წესი. და როდესაც ამას განვიხილავთ, ასევე მინდა განვიხილო საკვები, რომელიც იყიდება როგორც გულისთვის სასარგებლო, მაგრამ რომელთა მიმართაც ფრთხილად უნდა იყოთ. და ვიდეოს ბოლოს მინდა განვიხილო საუკეთესო ვარჯიში და კარგი დანამატი, რომელსაც აქვს ნამდვილად კარგი მტკიცებულება, რათა დაგეხმაროთ ფოლაქების კიდევ უფრო სწრაფად შექცევაში. ახლა სანამ საუკეთესო საკვებს განვიხილავთ, უნდა გესმოდეთ თუ როგორ წარმოიქმნება ფოლაქები თავიდან. რადგან თუ გაიგებთ ამ პროცესს, შეძლებთ უფრო ზუსტად განსაზღვროთ, რომელ მაღალპროდუქტიულ საკვებზე უნდა დაკრდნობა, რადგან ყველას ინდივიდუალური გარემოებები და რისკი განსხვავებულია და ის, რაც ერთი ადამიანისთვის მუშაობს, შეიძლება თქვენთვის არ იყოს ეფექტური. ასე რომ, არტერიული ფოლაქების დაგროვება მარტივი პროცესი არ არის. ეს არ არის მხოლოდ მაღალი ქოლესტერინი და არც მაღალი შაქარი, მაღალი არტერიული წნევა ან ანთება. ფოლაქები წარმოიქმნება ენდოთელური დაზიანების იდეალური ქარიშხლით, რაც უბრალოდ სისხლძარღვების შიდა ზედაპირის ამომფენი უჯრედების თხელი ფენის დაზიანებაა და შემდეგ LDL ნაწილაკები, რომლებიც შეიცავს ApoB-ს, სისხლძარღვის კედელში სრიალებს და შემდეგ ანთება ჟანგავს ამ ნაწილაკებს და სწორედ ეს იწვევს თქვენს იმუნურ სისტემას ჩარევას და დაზიანების აღდგენას. მაგრამ ამის ნაცვლად ეს უბრალოდ იწვევს ფოლაქის კიდევ უფრო დიდ ზრდას და რაც უფრო მეტი ჟანგვითი სტრესია გარემოში, მით უფრო ხშირად მეორდება ციკლი. ამიტომ მაღალი შემცველობის საკვები, რომელიც უნდა ჩართოთ თქვენს რეჟიმში, უნდა იყოს მიმართული ყველა ამ მექანიზმზე. შეამცირეთ ApoB და შეამცირეთ ანთება და გააუმჯობესეთ აზოტის ოქსიდი, რაც შემდეგ ამცირებს არტერიულ წნევას და იცავს ენდოთელიუმს. და ბოლოს, თქვენ უნდა დაამშვიდოთ ეს ზედმეტად რეაქტიული იმუნური პასუხი. ასე რომ, თუ გადახედავთ ყველა ძირითად კვლევას და მეტაანალიზს დიეტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთი ნიმუში, რომელიც გამოიკვეთება, არის ლიკოპინით მდიდარი საკვები. ლიკოპინი კი არის კაროტინოიდი, რომელიც ძირითადად გვხვდება წითელ და ვარდისფერ ხილსა და ბოსტნეულში. ასე რომ, მას პომიდორსა და გუავაში ნახავთ. საზამთრო ვარდისფერი გრეიპფრუტი და პაპაია შეიცავს უამრავ ლიკოპინს. ლიკოპინი ასევე ხელს უწყობს, რადგან ის წარმოუდგენლად ძლიერი ანტიოქსიდანტია. ფოლაქების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია ჟანგვითი სტრესი, რომელიც უჯრედების დაზიანებას იწვევს. ამგვარად, ლიკოპენს შეუძლია ამის შეცვლა მავნე რეაქტიული ჟანგბადის სახეობების დამუშავებით. ჩვენ გვაქვს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ კაროტინოიდების მაღალმა დონემ შეიძლება შეანელოს ათეროსკლეროზის პროგრესირების ადრეული ეტაპები. ასევე ფინეთში ჩატარდა დაკვირვებითი კვლევა, რომელიც ვარაუდობს, რომ ლიკოპენის ან დამუშავებული პომიდურის მიღებამ შეიძლება შეამციროს ათეროსკლეროზის რისკი. კიდევ ერთი განმეორებადი თემა, რომელსაც ყველა ამ კვლევაში ვხედავ, არის ფიტოსტერილები, რომლებიც უბრალოდ ბუნებრივი მცენარეული ნაერთია, რომელიც გვხვდება თხილსა და თესლში. განსაკუთრებით სელის თესლსა და სეზამის თესლში. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ფიტოსტერილები პარკოსნებში, თლიან მარცვლეულში,
ბევრ ხილსა და ბოსტნეულში, როგორიცაა სტაფილო და ბროკოლი, ავოკადო და ბევრ ფოთლოვან მწვანე ბოსტნეულში. ისეთებში, როგორიც საქართველოში ხშირად მოდის. ასე რომ, ფიტოსტერილები თითქმის იდენტურია ქოლესტერინისა და როდესაც მათ მიირთმევთ, ისინი კონკურენციას უწევენ ქოლესტერინს ნაწლავებში შეწოვისთვის, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ქოლესტერინი გადის და შეიწოვება. მაგრამ მაგია აქ არ ხდება. რადგან როდესაც საქმე ეხება ჩვენს სისხლში ქოლესტერინს, მისი უმეტესობა არ მოდის ჩვენს მიერ მიღებულ ქოლესტერინიდან. ეს არის ქოლესტერინი, რომელსაც ჩვენი ღვიძლი შინაგანად გამოიმუშავებს. ასე რომ, მთელი ეს პროცესი მუშაობს იმით, რომ ღვიძლი გრძნობს ქოლესტერინის შეწოვის შემცირებას. და რადგან თქვენი ღვიძლი ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი ქოლესტერინის ბალანსი და ჰომეოსტაზი, ის იწყებს მეტი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკების გამოდევნას სისხლიდან. ასე რომ, დროთა განმავლობაში თქვენ არსებითად ნაკლები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები გაქვთ, რომლებიც აპორობეს გადააქვთ არტერიებში. დაქვთ არტერიებში. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან დადასტურებულია, რომ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები და უფრო ზუსტად ApoB იწვევს გულის დაავადებებს. თუ დააკვირდებით მეტაანალიზს და რანდომიზაციის კვლევებს, ეს არის ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, მაგრამ ის გადამწყვეტია ფოლაქების განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მეტაანალიზი, რომელიც აჩვენებს, რომ ფიტოსტერილების მეტი რაოდენობით მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, საშუალოდ დაახლოებით 14 მილიგრამი შემცირებით დეცილიტრზე. კარგი, კიდევ ერთი საკვები, რომელიც აუცილებელია ფოლაქების შესაცვლელად, არის ფლავონოიდები, რომლებიც უბრალოდ ბუნებრივი ნაერთებია, რომლებიც გვხვდება ხილში, როგორიცაა კენკრა, ვაშლი და ფორთოხალი. მათი პოვნა ასევე შეგიძლიათ ხახვსა და ფოთლოვან ბოსტნეულში. და ბევრი ფლავონოიდი არის შავ შოკოლადში. ასე რომ ისინი ასე მუშაობენ. როდესაც ფოლაქები გროვდება თქვენს სისხლძარღვებში, ეს იწყება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკებით, რომლებიც იჭედებიან და ზიანდებიან თქვენი სისხლძარღვების შიდა უგულებელყოფაში. და ეს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკი იწყებს დაჟანგვას, რაც მთელ უბანს ძალიან წებოვანს ხდის. ამიტომ თეთრი სისხლის უჯრედები, რომლებსაც მაკროფაგები ეწოდებათ, იზიდავენ ამ ადგილს და იწვევენ ანთებას. და მთელი ეს პროცესი იწვევს ფოლაქების ზრდას. სწორედ აქ ერთვებიან ფლავონოიდები. ისინი ამცირებენ ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესიას. ისინი არტერიების კედლებს ნაკლებად წებოვანს ხდიან, რათა ნაკლები უჯრედი მიეკრას და ეს თავის მხრივ ამცირებს ანთებას და ეხმარება მაკროფაგებს უფრო მშვიდად მუშაობაში, რათა ისინი არ გარდაქმნან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს მის დაზიანებულ და დაჟანგულ ფორმად. ფლავონოიდების ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეჯგუფია კატეხინები, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ მწვანე და შავ ჩაიში. ასევე ჩატარდა მეტაანალიზი, რომელიც განიხილავდა 9 პერსპექტიულ კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ 3 ან მეტი ჭიქა მწვანე ან შავი ჩაის დალევა დაკავშირებულია ინსულტის რისკის 21%-ით შემცირებასთან, დღეში 1 ჭიქაზე ნაკლების მოხმარებასთან შედარებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი საკვები ნივთიერებაა ზეითუნის ზეთი. ეს ბევრ კვლევაში ვლინდება და მისი მაღალი მიღება დაკავშირებულია გულს სისხლძარღვთა სერიოზული შემთხვევების, როგორიცაა გულის შეტევა, მნიშვნელოვან შემცირებასთან. ზეითუნის ზეთი ძალიან დიდარია პოლიფენოლებით და მონოუჯერი ცხიმებით, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ამიტომ ისინი ხელს უწყობენ დაზიანებული ენდოთელიუმის ან არტერიის შიდა გარსის გასწორებას. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი ასევე შეიძლება დაეხმაროს ინსულინის მგრძნობელობას და შეამციროს ანთება. ამგვარად, მექანისტურად თქვენ მიზნად ისახავთ ათეროსკლეროზისკენ მიმავალ მრავალ ეტაპს. კიდევ ერთი საკვები, რომელიც დაგეხმარებათ, არის ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია ან სარდინები. ეს თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, განსაკუთრებით EPA და DHA, რომლებიც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. არსებობს კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 1-დან 3 ჯერ მიირთმევენ ცხიმიან თევზს, აქვთ გულის დაავადებების და ინსულტის დაბალი რისკი. ასევე გვაქვს ათეროსკლეროზის მრავალეროვნული კვლევა, რომელიც გულის დაავადებებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხანგრძლივი კვლევაა და აჩვენა, რომ DHA-ის მაღალი დონე დაკავშირებულია ფოლაქების პროგრესირების 12%-ით დაბალ რისკთან. ეს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამშვიდებს იმუნურ პასუხს, რომელიც ამძიმებს ფოლაქებს
და ასევე შეუძლია გაზარდოს აზოტის ოქსიდის გამომუშავება, რაც შემდეგ ასტაბილურებს ფოლაკს და ამცირებს მის გასკდომის და თრომბების და პრობლემების წარმოქმნის ალბათობას. ახლა, როდესაც საქმე ათეროსკლეროზს ეხება, მხოლოდ სწორი საკვების მიღება საკმარისი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული საკვების შეზღუდვა, განსაკუთრებით კი ის საკვები, რომელიც ძლიერ ანთებით პროცესს იწვევს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ გადამუშავებულ ნახშირწყლებთან, როგორიცაა ნამსხვრები და ბურღულეული, ასევე შაქრით ან ფრუქტოზით მდიდარი საკვები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნებელი, რომელსაც მე ვხედავ, არის საკვები, რომელიც რეკლამირებულია როგორც ჯანსაღი, მაგრამ სინამდვილეში ზიანს აყენებს. არომატიზებული იოგურტები. ბევრი მათგანი სავსეა დამატებული შაქრით. ამიტომ ბევრად უკეთესია შეიძინოთ უბრალო ცხიმიანი იოგურტები და დაამატოთ თქვენი არჩევანის დამატკობელი გემოსთვის. ამ ეტაპზე ადამიანების უმეტესობა მიცის, რომ საუზმის ბურღულეულის უმეტესობა ძირითადად დესერტია და უბრალოდ გადამუშავებული შაქარი. მაგრამ არსებობს ალტერნატივები, რომლებიც თანს ჯანსაღად წარმოაჩენენ, მაგრამ სინამდვილეში არც ისე უკეთესები არიან. ასე რომ მე ვსაუბრობ ბევრ საუზმის ბატონზე ან გრანოლას ბატონზე. დარწმუნდით, რომ დააკვირდებით ინგრედიენტების ეტიკეტებს, რადგან ბევრი მათგანი კვლავ სავსეა შაქრით, მაგრამ უფრო ჯანსაღი შეფუთვით. და კიდევ ერთი ფარული საკვები, რომელსაც ყოველთვის ვახსენებ, არის ის, რომ ეს არ არის საკვები, არამედ სასმელი და მისი წვენები. თუ ვაშლის ან ფორთოხლის წვენს სვამთ, ნებისმიერი სახის წვენს, სავარაუდოდ დიდი რაოდენობით დამატებულ შაქარს ირებთ. მაგრამ მაშინაც კი თუ ბოთლის ეტიკეტზე წერია, რომ დამატებული შაქარი არ არის, ან ამ პროდუქტს მხოლოდ ბუნებრივი შაქარი აქვს, ეს შაქარი შეიძლება ბუნებრივი იყოს, მაგრამ მაინც მაღალი კონცენტრატის სახით შეიწოვება. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ეს წვენები არ შეიცავს დამცავ ბოჭკოს, რომელსაც ჩვეულებრივ მივიღებთ თუ მას ახალი ხილიდან ვიღებთ. ასე რომ, როგორც ადრე აღვნიშნე, ახალი ხილი შესანიშნავია და გულისთვის სასარგებლოა, მაგრამ ძალიან ადვილია შაქრისა და ფრუქტოზის ჭარბი რაოდენობით მიღება ხილში, თუ მას თხევადი სახით იღებთ. ახლა ბონუსის სახით აქ არის რამდენიმე არასაკვები რამ, რაც ასევე დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის განკურნებაში. პირველ რიგში გასაკვირი არ არის, მაგრამ ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. თუმცა არსებობს ვარჯიშის ერთი სახეობა, რომლისთვისაც ჩვენ რეალურად გვაქვს მტკიცებულება, რომ მას შეუძლია არტერიული ფოლაკების შებრუნება. ასე რომ, ევროპულ პრევენციულ კარდიოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებულმა მაღალი ინტენსივობის ინტერვიშმა ან ჰიტიმა აჩვენა ფოლაკების მოცულობის მცულობის მნიშვნელოვანი შემცირება. განსაკუთრებით საოცარი იყო ის, რომ ფოლაკების მოცულობის რეგრესია ამ ვარჯიშის 6 თვის შემდეგ ოდნავ აღემატებოდა იმას, რასაც ისინი სტატინებით ჩარევით აკვირდებიან. რადგან ათეროსკლეროზი არის დაავადება, რომელიც მრავალი წლისა და 10 წლეულის განმავლობაში ვითარდება, ჩვენ არ ვიცით, როგორ აისახება ეს რეალურ კლინიკურ შედეგებზე. მაგრამ კვლევის საწყისი შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. ვარჯიშის გარდა მინდა ხაზი გაუსვა ერთ დანამატს, რომელსაც რეალურად აქვს კარგი მტკიცებულება კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შენელების შესახებ, და ეს არის დაძველებული ნივრის ექსტრაქტი. ასე რომ, ჩატარდა ორმაგი ბრმა, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ დაძველებული ნივრის ექსტრაქტს შეუძლია დაუცველი ფოლაკების სტაბილიზაცია. და იყო კიდევ ერთი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ჯგუფს, რომელიც რანდომიზებულად შეირჩა და 1 წლის განმავლობაში ირებდა დაძველებულ ნივრისის ექსტრაქტს, ჰქონდა კორონარული არტერიის კალციფიკაციის უფრო დაბალი პროგრესირება და არტერიული წნევის გაუმჯობესება. ახლა კიდევ ერთი დამატებითი ტაქტიკა, რომელსაც ვურჩევ ჩემს პაციენტებს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, არის საუნათერაპია. ეს არ არის ასეთის, რისთვისაც გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს ნადების სტაბილიზაციას ან რეგრესიას საუნასთან ერთად, მაგრამ არსებობს უამრავი არაპირდაპირი კავშირი. ასევე არსებობს მეტაანალიზები, რომლებიც აჩვენებს, რომ საუნას შეუძლია დაეხმაროს არტერიულ წნევას. ეხლა მტკიცებულებების უმეტესობა ეფუძნება დაკვირვებით და მექანისტურ მონაცემებს, მაგრამ არსებობს საკმარისი არაპირდაპირი მონაცემები, რომლებიც ადასტურებს მის ჯანმრთელობისთვის სარგებელს.
არა მხოლოდ გულის დაავადებებთან დაკავშირებით, არამედ დაკავშირებულია ყველა მიზეზით სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად დაბალ რისკთან. ასე რომ, ამჟამინდელი არასრულყოფილი მტკიცებულებების საფუძველზე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ღირებული ჩარევაა, თუ გაქვთ ცდომა საუნაზე. კარგი, იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იყო თქვენთვის, საქართველოს მკვიდრთათვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი ახი.